წინა შემთხვევისგან განსხვავებით, რასაც სურსათის უვნებლობის სააგენტო ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია, ამჯერად ამ სააგენტომ გაავრცელა შემოწმების შედეგები და მოუწოდა მოქალაქეებს არ მოიხმარონ სოფლის ნობადის კონკრეტული პროდუქტები. საუბარია რძის 5 სახეობაზე, რომელიც წესით ამ დროისთვის უკვე არც ერთ დახლზე აღარ უნდა იდოს. აღმოჩენილია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების გადაჭარბებული დოზა, ლაპარაკი არის აფლატოქსინზე. ის აღმოაჩინა სესმა უვნებლობის სააგენტომ 28 მარტის ინსპექტირების შედეგად. ჩამოგითვლით ამ პროდუქტებს, აქ ლაპარაკია 5 სხვადასხვა სახეობის რძეზე. პირველი არის საბავშვო რძე 2.5%-იანი ცხიმიანობით, რომელსაც ვადა აქვს 2025 წლის აპრილიდან აგვისტომდე. ეს ვადები მნიშვნელოვანია, რათა მიაქციოთ ყურადღება, მას არ შეიძინოთ. შემდეგ მოდის რძე რჩეული 1.5%-იანი ცხიმიანობით, 2.5%-იანი ცხიმიანობით, 3.1%-იანი ცხიმიანობით და ვადები აქაც არის დაახლოებით დეკემბრიდან, თებერვლიდან იწყება და მთავრდება აგვისტოში. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მოქალაქეებმა პროტესტი გამოუცხადეს ნაწილმა კომპანია სოფლის ნობადს იღებენ ვიდეოებს როგორ ღვრიან რძეს ან ნაგავში აგდებენ ამ კომპანიის რძის სხვა პროდუქტებს. მთელი ოჯახი ვჭამდით და აი ეს გუშინ გავიგე ინფორმაცია თქვენი რისთვის უნდა იჭერდე ადამიანს იცი აი ამისთვის იმისთვის არ არის ვისაც იჭერენ დღესდღეობით აი ამისთვის უნდა იჭერდნენ ჩემს მოცივარში ყოველთვის იყო აი ერთი გახსნილი იყო და ერთი გაუხსნელი ბავშვებისთვის რძე მაწონი იოგურტი არაჟანი ყველაფერი და რას ვსვავთ და რას ვაძლევ ბავშვებს შევუთვა კი აქვს და რეკლამა კი აქვს საოცარი გიღირდათ რამხელა ბაზარი წააგდეთ ხო აი არ ვიცი ხვდებით ალბათ მაგრამ რაღა დროს სოფლის ნობათი ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობას კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველი რძის პროდუქტების აღმოჩენის თაობაზე და ამბობს, რომ ეს იყო აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტია. ჩვენ ვწყვეტ თანამშრომლობას ზემოთხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, მანამ სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება, განაცხადეს ორგანიზაციაში. მაშინ, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს არ გამოიყენოს აღნიშნული რძე, კომპანია ამტკიცებს, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. გეტყვით მოკლედ რა არის აფლატოქსინი და რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში. მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის პორტალის ინფორმაციით, აფლატოქსინები შხამიანი კანცეროგენებია, რომლებიც წარმოიქმნება სოკოების მიერ, მათ შორისაა ობის სოკო. მისმა გახანგრძლივებულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და მძიმე შემთხვევებში კიბო, დაზიანებული რეპროდუქცია, ტვინის ფუნქციის დარღვევა, ბავშვებში ზრდის შეფერხება და ასე შემდეგ. აფლატოქსინი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა თხილეულში, მარცვლეულში, რძეში შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ცხოველი მიიღებს ტოქსინის შემცველ საკვებს, მაგალითად თუ ცხოველის საკვების შენახვის პირობები არის დარღვეული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს, მათი მიღება ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის ან სხვა რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს. ციტატის დასასრული. რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ აქედან, როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ ტოქსინებით დაბინძურებულ რძეს არ მოვიხმარდით სწორედ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რისი გაკეთება შეუძლიათ მომხმარებლებს ახლა, რას ურჩევენ მათ ექიმები? ამაზე ვილაპარაკებთ. ბოლოს გეტყვით, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით სოფლის ნობათის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ვიმბილდან საქართველოა. სოფლის ნობათი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად 2008 წლიდან ოპერირებს. მონაცემების მიხედვით კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ვიმბილდან არის. სოფლის ნობათის ბრენდი თავდაპირველად რუსული სახელითაც იყიდებოდა.